მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, რომელსაც შეგიძლიათ უსმინოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ რადიო იმედი ფარავს სრულიად საქართველოს, ასევე გვიყუროთ რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, პორტალებზე MyVideoG, იმედი.gr და მაგთის IPTV 53 არხზე. დღევანდელ გადაცემაში ძალიან განსაკუთრებული სტუმარი გვეწვია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, გასტროენტეროლოგი, პედიატრი ციცი ფარულავა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და თემად შესაბამისად საინტერესო შევარჩიეთ საკვები პროდუქტების გავლენა ჩვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სისტემა, ალბათ ასეა და არ ვცდები, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა მის ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია სხვა დანარჩენი ორგანოების ჯანმრთელობაც. სანამ კონკრეტულ კითხვებზე გადავიდოდე, მაინტერესებს ზოგადად კუჭნაწლავის ჯანმრთელობაში რა როლი უკავია საკვებ პროდუქტებს? ზოგადად კვება ეს არის საფუძველი იმისი, რომ ორგანიზმი სწორად გაიზარდოს, სწორად იფუნქციონიროს და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეინარჩუნოს. იმიტომ რომ საკვებიდან ადამიანის ორგანიზმი იღებს ეგრეთ წოდებულ მაკრონუტრიენტებს, ანუ ცილას, ცხიმს, ნახშირწყალს და ეგრეთ წოდებულ მიკრონუტრიენტებს, ეს არის ვიტამინები, ეს არის მინერალები, რომლებიც აუცილებელია ზოგადად ყველა რეაქციის, ყველა მეტაბოლური პროცესის განხორციელებისთვის ადამიანის ორგანიზმში. შესაბამისად, სწორი კვება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორად საკვების მიღებას სწორი მონელება და შეწოვა უნდა. აი ამაზე პასუხისმგებელი უკვე არის კუჭნაწლავის ტრაქტი, სადაც ხდება მექანიკური დამუშავებაც, ქიმიური დამუშავებაც, ბაქტერიული ჰიდროლიზიც, აქვე ხდება შეწოვა და მიტანა ყველა უჯრედთან, ყველა ორგანოსთან, ანუ შესაბამისად ჯანმრთელობას, ფუნქციონირებას ადამიანის ორგანიზმს სჭირდება კარგი კუჭნაწლავის ტრაქტი. კარგად მოფუნქციონირე კუჭნაწლავს. მაგრამ კარგად რო იფუნქციონიროს, ამაში რა როლი აქვს თვითონ საკვებ პროდუქტებს? თუ უფრო მეტად გენეტიკა თამაშობს უფრო მეტ როლს ან სხვა გარემო პირობები? აქ გასათვალისწინებელი გენეტიკური პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ გენეტიკური პრობლემები ეგრეთ წოდებული იშვიათი პრობლემებია, ეს არ არის საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემები, თქვათ ვიღაც ადამიანი ვერ ინელებს ამ კონკრეტულ პროდუქტს, ვიღაცას არ აქვს ეს კონკრეტული ფერმენტი, ამიტომ ვერ მოინელებს, ეს არ არის ხშირი, თუმცა არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ზოგადად სწორ ბალანსირებულ კვებას, აი ამ ცილას, ცხიმი, ნახშირწყალის თანაფარდობას, სწორად შერჩეულ ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს, სწორად შერჩეულ ხილს და ბოსტნეულს აქ არსებითი მნიშვნელობა და ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა აი ბოლო 2 დეკადაა. თანამედროვე სტანდარტული, რუტინული კვება განვითარებულ სამყაროში, იმიტომ რომ რაც უფრო განვითარებელია ქვეყანა, ის უფრო ნატურალურ საკვებს იღებს. აი განვითარებულ სამყაროში ადგილი აქვს შემდეგ ტენდენციებს. ადამიანი უფრო მეტ პროცესირებულ საკვებს იღებს, უფრო მეტ რაფინირებულ საკვებს იღებს, უფრო უხარისხო ცხიმია მის რაციონში და უჯრედისის დეფიციტი. ეს განსაკუთრებით, აი, თქვათ, ევროპულ ქვეყნებში შედარებით ნაკლებად შეინიშნება, იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა გულისხმობს თევზსაც, ზეითუნისაცაც, ხილსაც, ბოსტნეულსაც. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა და განგაშის ნიშნები შემოკრა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმიტომ რომ ბოლო სტატისტიკით აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტს აქვს ჭარბიწონა და სიმსუქნე, რომ ამ პრობლემამ თავი იჩინა მოზარდებში, რომ 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებიდან 3-დან 1-ს უკვე აქვს პრედიაბეტი და რომ მკვეთრად გაიზარდა ქრონიკული დაავადებების რიცხვი, ანუ სწორედ ისეთი, რომელიც გენეტიკურად კი არ იყო ჩადებული ორგანიზმში და პროგრესირდა. აი რაღაცა ცხოვრების წესმა, მათ შორის კვებამ მისცა დასაბამი ამ დაავადებას და ის გახდა ქრონიკული, რაც დააწვა ოჯახსაც, თვითონ ამ პიროვნებასაც და ჯანდაცვის სისტემასაც. ამიტომ ატეხეს განგაში.
და შეიმუშავეს თუ გინდათ ეს ბოლოში ვისაუბროთ ამაზე ახალი კვების გაიდლაინი ამერიკელებისთვის ასე ქვია იმიტომ როგორც გითხარით ევროპაში ცოტა კიდე სხვანაირად ვიკვებებით შესაბამისად აი ეს ახალ გაიდლაინს მიზანი არის საწყისებთან დაბრუნება ანუ ნატურალურ პროდუქტებთან დაბრუნება და შეინიშნება რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც მეტნაკლებად უფრო მეტი დრო და ყურადღება ეთმობა სწორი რაციონის სწორად შერჩევას ვიდრე ეს მაგალითად თუნდაც 20 და 30 წლის წინ იყო სურვილი გვაქვს განსაკუთრებით სპეციალისტებს გასტროენტეროლოგებს ნუტრიციოლოგებს თუმცა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მასშტაბები მიიღო კვების დარღვევებმა ბავშვებში და მოზარდებში. დიდებზე არაფერს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ყოველდღე მიხდება ამაზე უამრავი საუბარი და არ ვიცი რამდენად ეფექტურად. დაუშვათ გადავწყვიტეთ რომ ვიკვებოთ კარგად ჯანსაღი პროდუქტებით, მაგრამ არის პროდუქტების ჩამონათვალით სიჯანსაღის მიუხედავად, რომელსაც ვერ ინელებენ ადამიანები. აი რატომ არის რომ აი თუნდაც სოკო გამახსენდა მაგალითად. ვიღაცისთვის მისაღები პროდუქტია, ვიღაცისთვის არა, რძე და ასე შემდეგ. რატომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი მარტივად იღებს კონკრეტულ სოკოს და ზოგიერთი ვერა? იმიტომ რომ მონელება არის ძალიან რთული პროცესი. რომ იწყება პირის ღრუდან მთავრდება სულ ბოლოს. ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე ხდება გარკვეული ტიპის პროცესები. მაგალითად, პირის ღრუში ძირითადად მექანიკური დამუშავება ხდება საკვების და გათბობა და ვთქვათ დარბილება. კუჭში მოინელება ძირითადად ცილა. აი პლაცდარმი მონელების და შეწოვის არის წვრილი ნაწლავი. აქ მოინელება ცილა და ცხიმი 100%-ით და აქვე შეიწოვება, რაც შეეხება ნახშირწყლებს 80%-ით მონელება ხდება და დანარჩენი 20%-ზე პასუხისმგებელი უკვე ბაქტერიული სამყაროა, ანუ მსხვილ ნაწლავში ხდება ბაქტერიული ჰიდროლიზი. ხო და აი ამ წვრილ ნაწლავში ამ მონელების პროცესში სამი სახის მონელებას განარჩევენ, ერთი არის თვითონ ნაწლავის სანათურში და აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მუშაობს პანკრეასი. პანკრეასის ფერმენტების გამომუშავება, ჩაცლა, დროულად მიწოდება როგორ ხდება. აქვე ჩადის ნაღველი. ამიტომ ნაღლის სწორად გადმოსროლას, დროულ გადმოსროლას ცხიმების ემულგაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე სახის მონელება ეს არის კედლის ამყოლი, კედლის ამყოლი ქვია ამ მონელებას, აქ ნაწლავის 22 ფერმენტი იღებს მონაწილეობას. და მესამე თვითონ ნაწლავის უჯრედში გრძელდება საბოლოოდ მონელება, აქ უჯრედის ენზიმები იღებს მონაწილეობას. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ფაქტორი ჩამოვცვალე. შესაბამისად, ყველა ამ ორგანოს შეთანხმებული ჰარმონიული მუშაობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს და ბოლომდე დაშლა და შეწოვა მოხდეს. რატომ არის რომ ზოგი ადამიანი ვერ ინელებს ყოველ შემთხვევაში დისკომფორტია გრძის პროდუქტებზე. იმიტომ რომ პანკრეასის მიერ გამომუშავებული ფერმენტი ლაქტოზა, ეს არის ის ფერმენტი, რომელმაც უნდა რძის შაქარი დაშალოს, ან არასაკმარისია, ან ისედაც დეფიციტი აქვს ამ ადამიანს, ან თქვათ ბავშვებში თუ ეს ლაქტოზა დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება. ამიტომ ბავშვობაში ვისაც რძე უყვარდა, მოსtildeობაში შეიძლება რძის მიღება მისთვის პრობლემური. მაგრამ შეიძლება პირიქით შეიცვალოს ეს დინამიკა, მაგალითად რაღაცის მონელება ადამიანს უჭირს და რაღაც 10 წლის შემდეგ ფერმენტები გამომუშავდეს თავისით თუ არა? შეიძლება თუ იმ პრობლემას რის გამოცაც ამ ფერმენტის დეფიციტი ქონდა უმკურნალებ, ანუ თუ პანკრეასს უმკურნალებ, თუ სანაღლეგზებს უმკურნალებ, თუ სწორად ვიკვებები, თუ რეგულარულად და ბალანსირებულ კვებას დავიწყებ, რა თქმა უნდა, მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლილება დაეტყობა. მაგრამ აი მაგალითად სოკოს ვინც ვერ ინალებს, აქ ძირითადად ნაღლის პრობლემაა ხოლმე, იმიტომ რომ ნაღველი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმის ემულგაციისთვის და ცხიმის მოსამზადებლად, რომ მერე სხვა ფერმენტვა დაშალოს აუცილებელია. ამიტომ ეს პრობლემა ბევრი მომენტია, აქ არ არის ასე მარტივად საქმე, მაგრამ შესაძლებელია ხო ვიღაცა რაღაცას ძნელად ინელებს.
კი ბატონო, მსმენელს ყოველთვის უყვარს ხოლმე კონკრეტიკა და თუ შეგვიძლია მაინც დავაკონკრეტოთ და ჩამოვთვალოთ, აი მოკლედ 3 ან 5 საუკეთესო პროდუქტი, რომელიც უთანწლავისთვის აუცილებელია. ან ყველასთვის მისაღები, აი მაგალითად რძეს ვიღაც ინელებს, ვიღაც ვერა, მაგრამ აი რაღაც კონკრეტული 5 პროდუქტი, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის რეკომენდებული. ისევ დაუბრუნდები იმ თანამედროვე კვების გაიდლაინს, რომელმაც თავდაყირა დააყენა წინა წლების რეკომენდაციები. და ამ გაიდლაინში წერია, რომ უპირატესობა მივცეთ საუკეთე კარგ პროდუქტს, რას გულისხმობენ კარგ პროდუქტში, მაქსიმალურად ნატურალურს. არა გადამუშავებული ზედმეტად. ნაკლებად დამოეხა რაღაცა სახის დამუშავებას ყველა პროდუქტი განიცდის, ხოლო საკვებად მომზადეს, მაგრამ არ უნდა იყოს ульტრაპროცესირებული. ანუ კომერციული წესით მაქსიმალურად დამუშავებული მექანიკურად, იქ რაღაც ქიმიურად, იმიტომ რომ ასეთი დამუშავებული პროდუქტები შეიცავს მეტ მარილს, მეტ შაქარს, უჯერ ცხიმებს და კონსერვანტებს. მოკლედ, დაუბრუნდები იმ საკითხს, რა არის აუცილებელი. პირველი და ამ ახალი გაიდლაინით პირდაპირ ასე წერია, ყველა ულუფაში იყოს ცილა. ცილის რაოდენობა კილოგრამ წომებზე თუ გადავთვლით 1.2-დან 1.6-მდე კილოგრამზე. ანუ საშუალოდ 70 კილოგრამი წონის ადამიანი სადღაც 10 გრამ ცილას უნდა იღებდეს. დამერწმუნეთ, ამას ყველა ადამიანი არ იღებს ყოველდღე. რომელია ცილოვანი პროდუქტები? არის აშკარად ცილოვანი პროდუქტები, ეს არის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტი, თევზი, ქათამი. ის რომელიც მართლა ძირითადი ცილია, მაგრამ ცილა შეიცავს ბევრი სხვა პროდუქტიც, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ შეიცავს თქვათ იგივე პარკოსნები, აი ლობიო საქართველოსთვის აქტუალურია. ბარდა, კი ბატონო, ოსპი, იგივე მარცვლეული, ისინი თხილეული შეიცავს გარკვეულად ცილას. მოკლედ ცილა უნდა იყოს ყველა ულუფაში და საკმარისი რაოდენობით. ანუ თუ მაგალითად დღის განმავლობაში 3-ჯერ ვიკვებებით, 3-ვე კვებაში რაღაცა პროცენტულობით უნდა იყოს ცილა. მეორე აუცილებელი პირობა ჩადეს ამ ახალ გაიდლაინში რძის პროდუქტები, რომელიც აუცილებელია, ოღონდ რძის პროდუქტი არ უნდა იყოს უცხიმო. აქამდე ჩვენს რეკომენდაციას უწევდით, რომ დამუშავებული იყოს ისე, რომ ცხიმი ნაკლები იყოს. და შაქარს არ შეიცავდეს. ეხლა წერია თავისი ნატურალური ცხიმიანობა რძის პროდუქტს უნდა ქონდეს და არ უნდა შეიცავდეს შაქარს. ხომ გადმოვიყვანოთ ჩვენ ენაზე რძის პროდუქტები კომერციული, სასურველი არ იყოს დაშაქრული, შელამაზებული გემოების, იოგურტები და ასე შემდეგ. და არ იყოს უცხიმო. მესამე მომენტი, ეს არის უჯრედისი. უჯრედისი ეს არის ხილი, ეს არის ბოსტნეული, ეს არის იგივე თხილეული და იგივე პარკოსნები. უჯრედისი აუცილებელია კუჭნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ აი ძირითადად ეს და რა თქმა უნდა, ყველანაირი ფერმენტირებული და რაფინირებული საკვების რაოდენობის აკრძალვა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა. უჯრედისე კიდევ მინდა ცოტა ხანი რომ გავჩერდეთ, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი რატომ არის ასეთი აუცილებელი, რას აკეთებს, რა მექანიზმია მისი მიღების დროს და რომელია თქვენ თქვით, რომ ხილი ბოსტეული, მაგრამ ხომ არ არის მათ შორის აი თუ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომელიც გამორჩეულია უჯრედისის სიჭარბით. უჯრედისი ეს არის მცენარეული ბოჭკო. ანუ რეალურად ნახშირწყალია. ოღონდ ეს ისეთი ნახშირწყალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ბოლომდე დაშალოს და აითვისოს. ანუ მოუნელებელი ნახშირწყალია. ამის ხარჯზე ის გაივლის თელ კუჭნაწლავს, მოხვდება მსხვილ ნაწლავში. აქ გამოავლენს სამედიცინო პერსონალი ოსმოსურ ეფექტს უძახით, ანუ ოსმოსურ ეფექტი ნიშნავს, რომ მეტ სითხეს მიიზიდავს ნაწლავებიდან. შესაბამისად გაათხელებს იმ ფეკალურ მასებს და ტრანსპორტირებას გააიოლებს. ეხლა ამას რა დადებითი ეფექტების მოტანა შეუძლია? მონელების გაუმჯობესება, დისკომფორტის შემცირება, ვთქვათ, შებერილობა მაქვხედველობაში ან გაზების წარმოქმნა.
ამას შეუძლია ყაბზობის პრევენცია, შეკრულობის პრევენცია. გარდა ამისა, ბოჭკოს აქვს ალბათ დღეს უკვე ყველა მიცის, არსებობენ პრობიოტიკები და პრებიოტიკები. პრებიოტიკი ეს არის საკვები პრობიოტიკისთვის. პრობიოტიკი ეს არის სასარგებლო ბაქტერია. ხო და აი უჯრედისი, ბოჭკო, ეს არის პრებიოტიკი სასარგებლო ბაქტერიებისთვის. შესაბამისად, ის ხელს უწყობს კუჭნაწლავის ფლორის ნორმალურ ჩამოყალიბებას, ფუნქციონირებას, პირდაპირ აისახება იმუნიტეტზე და ადამიანის გუნება განწყობაზე. და ანუ ორგანიზმში არსებული კეთილი ბაქტერიების გამრავლებაზე. გამრავლებაზე პასუხი ხო და რაც შეეხება რომელი ხილი და ბოსნეული შეიცავს ბევრ ბოჭკოს, ვაშლი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, კენკროვანი ხილი, რომლის სეზონია ეხლა და ამიტომ აქტიურად გამოვიყენოთ. ყველა დანარჩენის ბოსნეულიც, მაგრამ ძირითადად აი ეს ორი დასახელება, რომელიც განსაკუთრებით და როგორც ვიცი, ბოჭკო ხელს უშლის შაქრისათვისებას, აი ხილში მაგალითად თუ არის მართალია ხო ეს ასე, ანუ თუ ხილში არის მაგალითად ბოჭკოა რომ ბოლომდე არ მოინელება, შესაბამისად შაქრის ცვლაზე, შაქრის დონის მატებაზე ვერ იმუშავებს. ის მოუნელებელი სახით გაივლის თელ კუჭნაწლავს და გამოიყოფა. გასაგებია. ფერმენტირებული პროდუქტები, ანუ ეს არის მაგალითად მაწონი, ხაჭო, ყველიც, მჟავეული, ანუ დამჟავებული. გვსმენია, რომ კუჭნაწლავისთვის აუცილებელია ფერმენტირებული პროდუქტები და აუცილებელია თუ ეს მითია? ფერმენტაცია ნიშნავს მარტივად რო თქვა დამჟავებას. ანუ ეს არის ხელოვნურად პროდუქტში შეტანა ბაქტერიის ან სოკოსი, აი კეფირი მაგალითად სოკოთი დამუშავებულია, რაც იწვევს მის შემჟავებას. ამ შემჟავების პროცესში მისი გემოვნური თვისებები იცვლება, მისი სტრუქტურა, კონსისტენცია იცვლება, ის უფრო რბილი ხდება, მაგრამ რაც თავარია, ის უფრო ადვილად მოსანელებელი ხდება, იმიტომ რომ რაღაცა სახის პროდუქტები, მაგალითად ლაქტოზა იქ ნაწილობრივ დაშლილია, ამიტომ ნაკლებად ბერავს ადამიანს, ნაკლებად ავლენს რძის პროდუქტების აი ამ გვერდით ეფექტებს. და გარდა ამისა pH-ზე ანუ მჟავა ტუტოვან გარემოზე მოქმედებს ნაწლავში და მთლიანად ორგანიზმში, რაც დადებითად აისახება ყველა ამ მონელების და შეწოვის პროცესზე. შესაბამისად ფერმენტირებული საკვები ძალიან სასურველია. ეს არის ჩვენი კლასიკური მაწონი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის იოგურტი, ეს არის კეფირი და ეს არის ნებისმიერი დამჟავებული ბოსნეული, ვთქვათ, იგივე კომბოსტო იქნება, კიტრი თუ ასე შემდეგ. თუმცა ეს პროდუქტები მჟავიანობიდან გამომდინარე ალბათ rekomendებულია ჯამთელი კუჭნაწლავის მქონე ადამიანისთვის თუ ყველასთვის შეიძლება მისაღები იყოს? არა, პირიქით ვისაც უჭირს, იმისთვის მაწონი და იოგურტი კიდევ უფრო მისაღებია, ვიდრე ნატურალური რძე. ფერმენტაციის გარკვეული ხარისხი აქვს ყველსაც, აქვს ხაჭოსაც და სხვა პროდუქტებსაც, მაგრამ ყველაზე ფერმენტირებული, ყველაზე მჟავე პროდუქტები არის სწორედ ეს პროდუქტები. ის რომ ჯანსაღი საკვები და ნაკლებად გადამუშავებული უნდა მივიღოთ, ეს რეკომენდაცია მოვისმინეთ უკვე, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რამდენჯერ მივირთმევთ დღის განმავლობაში და ულუფის რაოდენობასაც თუ აქვს მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ გააჩნია ასაკს, გააჩნია გეოგრაფიულ არეალს, გააჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობას, გააჩნია მონელების შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. მაგალითად, წლამდე ასაკის ბავშვი უფრო ხშირად მიირთმევს, ხო? ძუძუზე მყოფი ბავშვი შეიძლება 8-ჯერ 12-ჯერ მიირთმევდეს და ეს ნორმაა, იმიტომ რომ რცხალის ძეში იმდენად ყველაფერი დამუშავებული და დაშლილია, რომ მას მარტო შეწოვა უნდა პრაქტიკულად. შესაბამისად ის ადვილად ტოვებს კუჭსაც, ნაწლავებსაც, ადვილად შეიწოვება, ამიტომ ასეთი ბავშვი უფრო ხშირად იკვებება. მაგრამ როგორც კი ბავშვი ვთქვათ, ფორმულით იკვებება, ან დამატებით საკვებს მიიღებს, იქ უკვე შუალედები უნდა გაიზარდოს და
იქ მოცულობას რაც შეეხება, უნდა გათვალისწინებული იყოს მისი კუჭის მოცულობა, მისი ფერმენტების ასაკობრივი შესაძლებლობები, იმიტომ რომ უზომო დიდი რაოდენობით ულუფების მიღებას ვერ უძლებს ადრე თუ გვიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ამიტომ ასაკს არსებითი მნიშვნელობა აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, ახლა მოზრდილ ადამიანთან როგორ არის საქმე? მოზრდილი ადამიანის კვების რაციონი გაცილებით უფრო მძიმედ მოსანელებელია, კუჭის მოცულობაც უფრო დიდია, შესაბამისად 3-4 საათზე ადრე ახალი ულუფის მიღება უბრალოდ არც სწორია და არც გამართლებული. სასურველია თქვათ თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი 5 ჯერ უნდა იკვებებოდეს, აქედან 3 ძირითადი იყოს და 2 სახელმწება, ანუ რაოდენობრივად თითქმის ნახევარი მოცულობის, მოზრდილი ადამიანი უნდა იკვებებოდეს არანაკლებ 3-სა. კიდე უკეთესი თუ 4 ჯერ. და შუალედები მეტნაკლებად 4-5 საათი უნდა დაცული იყოს. და ულუფა ალბათ ერთი აი დედაშვილი თეფშებს რომ ზახიან შვილ თეფზე კარგად რაც დაეტევა ის უნდა იყოს და არა ეგეც ინდივიდუალურია ხო ადამიანის ზომასაც გააჩნია სქესაც ალბათ სქესაც ფიზიკურ დატვირთვასაც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ვიღაცას უბრალოდ არ შეუძლია დიდი ულუფის მიღება. შესაბამისად ეს ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება. წყალს რა როლი აქვს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაში? წყალი არის ჩვენი ორგანიზმის 60%. ამიტომ აქედან უკვე გასაგებია რამხელა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წყალი არეგულირებს ჩვენ თერმორეგულაციას, ტემპერატურას. ანუ ცხელ ამინდებში ოფლის სახით ვკარგავთ ჩვენ ამ წყალს, მერე აუცილებლად მისი შევსება უნდა მოხდეს. წყალი აუცილებელია ტრანსპორტირებისთვის, აი რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოინელა, დაიშალა, ის მერე გადადის ცირკულაციაში, სისხლში, სისხლის ძირითადი ნაწილი წყალია, შესაბამისად სისხლს მიაქვს ყველაფერი ეს დანიშნულების ადგილამდე. წყალი აუცილებელია თვითონ ნაწლავების ფუნქციონირებისათვის, იმიტომ რომ თუ ადამიანი წყალს არ იღებს ან გაუწყლოება აქვს საერთოდ, რა თქმა უნდა, მისი კუჭ-ნაწლავში ეს მონელების პროცესები ირღვევა, მიდრეკილია უფრო ყაბზობისადმი. წყალი აუცილებელია შლაკების გამოსატანად, შარდის გზით, რაც რამე უვარგისი და არასაჭირო დაგროვდა ორგანიზმში, ის უნდა გამოიტანოს წყალმა, სითხემ, შარდმა. შესაბამისად, წყლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, წყალს უნდა ვიღებდეთ მუდმივად. ასაკის გათვალისწინებით, ყველა ასაკში ერთნაირი რაოდენობა არ არის. წყლის 30-35 მილილიტრი კილოგრამზე. ახლა ყოველ წუთში ასე არ ვანგარიშოთ, მაგრამ დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, გამოდის რომ 70 კილოგრამი წონის მქონე ადამიანმა 2 ლიტრი, 2 და 200 აი დაახლოებით ასე უნდა მიიღოს წყალი. და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგწყურდება. რომ მოგწყურდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დეფიციტში ვართ. ჩვენ უნდა მუდმივად გვახსოვდეს, რომ მცირე ულუფებით დღის მანძილზე წყალი მივიღოთ. თუმცა თუ არ მოგწყურდა, გვავიწყდება ხოლმე, იმიტომ რომ თავს გვახსენებს თვითონ წყურვილი, რომ წყლის დეფიციტი შეგვექმნა. 2 ლიტრი საშუალოდ მოზრდილმა ადამიანმა უნდა მიიღოს. კი ბატონო, 3 ყველაზე არასასურველი პროდუქტი რომ ჩამოვთვალოთ, მაინც კონკრეტიკისთვის, კი ვიცით რომ ბევრია და 3-ში ჩატევა გაგვიჭირდება, ან 5 იყოს. იცით, არ იქნება სწორი კონკრეტული პროდუქტი დავასახელო. იმიტომ რომ ანგელოზი არავინ არ არის, ყველა მეტნაკლებად რაღაცა დარღვევებს ცხოვრებაში ვახორციელებთ. ალბათ უფრო სწორი იქნება პროდუქტების ჯგუფებზე ვისაუბროთ. აი დავიწყოთ პროცესირებულ საკვებზე. ეს არის სოსისი ზეხვეული ალბათ. ეს არის მაქსიმალურად თერმულად, ქიმიურად, მექანიკურად დამუშავებული საკვები. ულტრაპროცესირებული არის კომერციული წესით დამუშავებული. ამ დამუშავების პროცესში ეს პროდუქტი კარგავს თავის დადებით თვისებებს, სამაგეროდ შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს, მარილს, კონსერვანტს და სხვა უჯერცხიმებს და ასე შემდეგ. ასევე ალბათ უნდა ვთქვა
რაფინირებული საკვებით. რაფინირებული საკვები ესეც ინდუსტრიულად დამუშავებული საკვებია. რომ გამოცლილია ყველა სასარგებლო თვისებისგან და ბოჭკოს გამოცლა, უჯრედისის გამოცლა, იქ ამ გამოცლის და ტექნოლოგიური ეს იმიტომ კეთდება, რომ პროდუქტმა თავისი შენახვის ვადები შეინარჩუნოს, რაღაც გემოვნური თვისებები მიეწოდოს, მაგრამ ამ დროს იკარგება მინერალებიც, ამ დროს იკარგება ვიტამინებიც, მოკლედ ეს პროდუქტი ცოცხალი აღარ არის. შესაბამისად, რაფინირებული საკვები შეძლების დაგვარად უნდა, მაგალითად, ფქვილი რაფინირებული საკვებია. მაგალითად, ზეთი, რომელსაც რაფინირებული ზეთი არა ცივი გამოწურვის, ისიც რაფინირებული. ანუ მზესუმზირა გარკვეული რაოდენობით სასარგებლოა, მაგრამ მისგან მაქსიმალურად რაფინირებული მზესუმზირის ზეთი უკვე უსარგებლო პროდუქტია. სასურველი არ არის. ეს არის ბრინჯი. ბრინჯი ხო გარედან დამუშავებულია, გაპრიალებულია, ჩვენ რასაც ვიყაინებთ. იმას ის ბოჭკო და მე ჩვენ ვრეცხავთ, ბევრს რეცხავთ. მე კიდევ ხარშავთ, ვრეცხავთ, კიდევ ვამუშავებთ და რა თქმა უნდა, მაგრამ ფქვილის შემთხვევაში თუ ეს არის ცეხვილი ან მთლიანი მარცვლის, ალბათ ცოტა უკეთესია, სადაც უჯრედესი შედარჩუნებული, მაგრამ ზოგადად ფქვილი ნიშნავს, რომ ხორბალი მე გამახსენდა ხო სატელევიზიო ეთერში სიმინდზე მქონდა და იქ ესეთი რეკომენდაცია თქვი რომ სიმინდისგან მიღებული არის ღერღილიც და ფქვილიც, საიდანაც ჭადი მზადდება და ყოველთვის ღომი უფრო სასარგებლოა თქო, ანუ სწორად მithქვამს ვიდრე მისგან მომზადებული ძალიან საცერში გატარებული, საცერში გაცრილი ჭადის ფქვილი. გარკვეულად კი მართალი ხართ. და მესამეს ვიტყოდე კიდე, ეს არის ტრანსცხიმები. ეს არის უჯერი ცხიმები, რომლებიც ასევე ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმებია და აი ასეთ ცხიმებში მზადდება ყველა კომერციული საკვები. ის ჩიფსი იქნება თუ ის დიდი რაოდენობით ზეთში მოხარშული თუ რაღაც ესეთი საკვები იქნება. ეს იქნება გამზადებული ნამცხრები, კრუასანები, ტორტები თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის სასურველი დიდი. ეს ალბათ არ ნიშნავს, რომ არასდროს არ მივირთვათ, მაგრამ თუმცა მაქსიმალურად უნდა ორგანიზაცია გვეუბნება, რომ რაციონში 1%-ზე მეტი ეს ტრანსცხიმები არ უნდა იყოს. ორჯერ შეიძლება. და ბოლო კითხვა მექნება, რომელიც საკვებს ნაკლებად ეხება, ახლა შვებულებების დროა, ბავშვები გაყავთ კურორტებზე და ასე შემდეგ. ხშირად გვსმენია, რომ არის აი ვირუსული ან ბაქტერიული რაღაც კუჭდაწლავის პრობლემები და ამის საპრევენციოდ შეიძლება რამის მიღება თუ უკვე შედეგი რომ დადგება შემდეგ აი ეს რეკომენდაცია თუ შეგიძლიათ რომ მოგცეთ. თქვენ გაქვთ ხედელობაში ის რასაც მოსახლეობა ენტეროვირუსს უძახის. სინამდვილეში ეს ენტეროვირუსი არ არის, ენტეროვირუსი გარკვეული სახის ვირუსებია რეალურად. Ну, ეს არის ნაწლაური დისფუნქცია, რომელიც განსაკუთრებით ხშირია ზაფხულის პირობებში. ზოგი ინფექციური ხასიათის არის, ან ვირუსული, ან ბაქტერიული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას არ აქვს ხოლმე რაღაცა გენეზი, რატო? იმიტომ რომ აი რაც ვილაპარაკეთ რეკომენდაციები, ეს ის სეზონია, როცა ამ რეკომენდაციების მაქსიმალურად დარღვევა ხდება და შესაბამისად რაღაცა შედეგები მოსდევს. ამიტომ ხშირი იქნება მუცლის ტკივილებიც, ხშირი იქნება შებერილობებიც, გულისრევა ღებინებებიც, პლუს ამას ემატება ეს ინფექციური ფაქტორი, რომ კონტაქტები იზრდება, ხელის დაბანის სიხშირე იკლებს, ხილი ბევრია და გაურეცხება, უკეთ ბევრი ფაქტორები ერთად იყრის თავს და ეს ახლა, აი ეს სეზონი ახლა იწყება. სად არის გამოსავალი? შეიძლება თუ არა რამე გავაკეთოთ წინასწარ. თუ თქვენ პრობიოტიკები გაქვთ ხედველობაში, პრობიოტიკებს ესეთი დაცვითი ეფექტი არ აქვს. თუმცა თუ განვითარდა დიარეა, მაშინ ვიცით კონკრეტული რომელი პრობიოტიკები უნდა ვიხმაროთ და პირველივე წუთიდან სასურველია მათი ჩართვა მკურნალობის პროცესში პლუს სითხით დატვირთვა. ეს წინასწარ მათი მიღება წინასწარ მიღება ვერ დაგვიცავს თუ ხელები არ დავიბანეთ. ამიტომ ჰიგიენური ნორმები მეტნაკლებად სწორი ყვება, რაც რთულია. და მალფუჭებადი პროდუქტები ალბათ პროდუქტებს თავი ავარიდოთ, განსაკუთრებით თევზს, კრემიან ნამცხრევს ავარიდოთ თავი.
გაზიანი სასმელები, ნუ როგორ გინდა თქვა, რომ ხა ამ სიცხეში არ მოიხმარო, მაგრამ ნუ შევეცადოთ, რომ ხშირად არ კონდეს ამას ადგილი და თუ კი რაღაცა პრობლემა იწყება, დროზევე სითხის აღდგენა, დანაკარგი სითხის აღდგენა და აი აქ ჩაერთვება პრობიოტიკები. ძალიან დიდი მადლობა. ნახევარი საათის განმავლობაში ძალიან საინტერესო რეკომენდაციები მოვისმინეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ჩემს მსმენელს მომავალ 4 შაბათამდე ვეშდობები ნახვამდის.